კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, სადაც შეგიძლია დაისვენო, განიტვირთო და აღიდგინო ძალები. შენ დღეს იდექი სიმართლის, სიყვარულის და შენი სამშობლოს სადარაჯოზე. ახლა კი დროა საკუთარ თავზე იზრუნო. დაწექი ან მოხერხებულად დაჯექი. დახუჭე თვალები და ღრმად ჩაისუნთქე. იგრძენი როგორ ივსება შენი სხეული ჟანგბადით. ამოისუნთქე ნელა და გაუშვი დაძაბულობა. შენ გაქვს უფლება იყო დაღლილი. შენ გაქვს უფლება განიცდიდე მწყოხარებას, იმედგაცრუებას, ბრას. გახსოვდეს ის მხუთავი აირი წვიმა და სიცივე, რომელშიც იდექი და კვლავაც დგახარ შენი მწამსისთვის. მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ემოციები დროებითია. ისინი გაივლიან, როგორც ღრუბლები ცაზე. შენ კი დარჩები ძლიერი და ურყევი, როგორც კავკასიონის მთები. ახლა ყურადღება გადაიტანე შენს სუნთქვაზე. დააკვირდი, როგორ შედის ჰაერი ნესტოებში, როგორ ჩადის ფილტვებში და მერე ისევ უკან ბრუნდება. ნუ ეცდები სუნთქვის შეცვლას, უბრალოდ დააკვირდი მას. ყოველი ამოსუნთქვისას გაუშვი შფოთვა, დაღლა, ნეგატიური ფიქრები. წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი მხუთავ აირთან ერთად შავი კვამლის სახით ტოვებს შენს სხეულს. შენი ბრძვის სიყვარულისთვის, შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. შენი ბრძვი იმისთვის, რომ სიძულვილმა არ დაიმკვიდროს ადგილი ჩვენს გულებში. შენ იცავ შენს სამშობლოს, მის ღირებულებებს, მის ინსტიტუტებს, მის მორალს. შენ გახსოვს ნაცემი ნაწამები ახალგაზრდები, რომლებიც ახლა უსამართლოს ასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ეს კეთილშობილური მიზანი გაძლევს ძალას და შთაგონებას. დაიმახსოვრე, არსებობს სამართალი, რომელიც ადამიანურ ინსტიტუციებს მიიღმა, მეტაფიზიკური სამართალი, რომელიც ჭეშმარიტების სადარაჯოზე დგას. ახლა კი დაფიქრდი იმ ადამიანებზე, ვინც ძალადობას მიმართავს, პოლიციელებზე, რომელთა თვალებში სიძულვი და სისხლი იკითხება. ესადე არ განიკითხო ისინი, არამედ გაიაზრო, რაოდენ რთულია მათთვის ამ ტვირთვის სიტყვა. შეეცადე დადგე ამ სიძულვილზე მაღლა. გაიაზრი, რომ შენი ბრძოლა სწორედ ამ სიძულვილის დასამარცხებლად არის მიმართული. წარმოიდგინე, რომ შენს წინ ნათელი გზაა. ამ გზაზე შეიძლება შეხვდეს დაბრკოლებები, მაგრამ შენ აუცილებლად გადალახავ მათ. შენ ხომ მარტო არ ხარ. შენს გვერდით არიან შენი თანამოაზრეები, შენი მეგობრები, შენი ოჯახი, ყველა, ვისაც წამს თავისუფლების, სამართლიანობის და სიყვარულის ძალის. ისევ ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. იგრძენი, როგორ მშვიდდება შენი სხეული, როგორ ივსება ახალი ენერგიით. ეს ენერგია დაგეხმარება გააგრძელო ბრძოლა. ეს ენერგია დაგეხმარება დაიცვა შენი სამშობლო. შენ ძლიერი ხარ. შენ მამაცი ხარ. შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს. გახსოვდეს, რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს სიძულვილზე. სინათლე ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს. შენ კი სინათლის მხარეს ხარ. ახლა, როცა თავს უკეთ გრძნობ, შეგიძლია ნელა-ნელა გაახილო თვალები. შეინარჩუნე სიმშვიდე და ძალა.
ხვალ ისევ გათენდება და შენ ისევ მზად იქნები იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის, შენი მომავლისთვის. ხამე მშვიდობის.